მოედანი ექსპლუატაციაში შევა. გოლფის მოედანი კახეთის განვითარების ერთ-ერთი ნაწილია. მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ამ რეგიონში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება. საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა რეგიონში სამუშაო ადგილების შექმნისა და ბიზნესის დაწყებისათვის 75 მილიონი დოლარი უკვე გამოყო. რაში დაიხარჯება ეს ფული, ამას მთავრობა ბიზნესმენებთან კონსულტაციების გზით გადაწყვეტს. დღეს 12 საათიდან სპეციალურ ვებ-გვერდზე უკვე დაიწყო ბიზნეს იდეების რეგისტრაცია. ანუ დაფინანსების მიღების შემთხვევაში ვინ რას ააშენებს და რამდენ ადამიანს დაასაქმებს კახეთში. ბიზნეს იდეების განსაჯაროებისათვის ბიზნესმენებს 30 დღე ექნებათ. www.mveb.khet.com ამ საიტზე დღის 12 საათიდან ბიზნესმენების რეგისტრაცია დაიწყება. მათ საკუთარი იდეები უნდა წარმოადგინონ კახეთის რეგიონის განვითარებისთვის. კახური საქმე ასე ქვია პროექტს, რომელსაც მთავრობა ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროსთან და მსოფლიო ბანკთან ერთად აფინანსებს. კახეთის რეგიონი ერთადერთი იქნება მთელს მსოფლიოში, სადაც მსგავსი პროექტი განხორციელდება. მსოფლიო ბანკიც საქართველოს მთავრობის ასეთ უპრეცედენტო შეთავაზებას უპრობლემოდ დათანხმდა. ბიზნესმენები მათთვის შექმნილ საიტზე უნდა დარეგისტრირდნენ და საკუთარი იდეები წარმოადგინონ. მათი წინადადებები რეგიონში ტურიზმისა და აგრობიზნესის განვითარებას უნდა ეხებოდეს. ახალი პროექტი პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებს კაჭრეთში, სასტუმრო ამბასადორში გააცნო, სადაც კახური საქმით დაკავებული ბიზნესმენები შეიკრიბნენ. ჩვენი მთავარი მიზანი არის სწორედ დასაქმების პრობლემის გადაწყვეტა, იმიტომ რომ ნებისმიერი ესეთი ინვესტიცია საბოლოო ჯამში იწვევს იმას, რომ ადგილობრივ მოსახლეობა საქმდება და უმუშევრობა მცირდება. ეს არის სწორედ ჩვენი ნომერი 1 მიზანი. აი ეს კონკრეტული პროექტიც ამას ემსახურება. ეს კონკრეტული პროექტიც ემსახურება იმას, რომ თქვენ ადგილობრივ ბიზნესმენებმა თქვენი უცხოელ პარტნიორებთან ერთად, უცხოელ ინვესტორებთან ერთად განახორციელოთ პროექტები კახეთში, თქვენ თვითონ იშოვოთ ფული, გააკეთეთ მოგება და შესაბამისად რა თქმა უნდა დაასაქმოთ ადგილობრივ მოსახლეობაც. აი ეს არის მიზანი. ბიზნეს სექტორი მთავრობის იდეას სიხარულით შეხვდა. ზოგიერთმა მათგანმა ქრონიკას საკუთარი ბიზნეს გეგმებიც გაანდო. ეს კახეთში ეკოსოფლის გაშენება და ტრადიციული ხელობის აღდგენაც არის. თავარი კი მაინც რეგიონში სამუშაო ადგილების შექმნაა. ძალიან ბევრია დღეს სოფლების დაცარელების ტენდენცია, ასე ვთქვათ, მაინც გრძელდება. ჩვენ გვინდა რომ ის ხალხი შემოვატრიალოთ, ის ახალგაზრდობა შემოვატრიალოთ ისევ თავის სამკვიდროში, ანუ წავიყვანოთ უკან. ჩვენი ბიზნესი კონკრეტულად ეხება ხალიჩების ხელისხმის განვრცობას სიღნაღში. სიღნაღი, როგორც მოგეხსენებათ, იყო ძველი ქალაქია, სადაც უფრო მეტად ხელოსნების ქალაქია, ასე ვთქვათ. ბიზნესმენებს 30 დღის ვადა აქვთ საკუთარი იდეების წარმოსადგენად. პროექტის ჯამური ღირებულება 75 მილიონი დოლარია. საიდანაც მსოფლიო ბანკის წილი 60 მილიონი დოლარია, მთავრობის კი 15 მილიონი. რეგისტრაციის პროცედურებზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი საუბრობს. რეგისტრაცია დაიწყება ხვალ 12 საათიდან, გასტანს 30 დღის განმავლობაში, შემდეგ მუნიციპალური განვითარების ფონდი საუკეთესო წინადადებებს საბანკო სფეროს ექსპერტებთან ერთად განხილულად წარუდგენს თავის ბორდს და მოწვეული იქნებიან ეს ადამიანები, რომლებიც უკვე დეტალების დონეზე გააფორმებენ ხელშეკრულებას. რა შედეგს მოიტანს პროექტი, რომლითაც მსოფლიო ბანკი მოიხიბლა. მთავრობის წარმომადგენლების თქმით, კახეთი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საკურორტო და აგროზონა უნდა გახდეს. ეს იქნება სასტუმრო, ეს იქნება კვების ობიექტი, ან და შესაძლებელი იყოს პარკი. ჩვენ ამ შემთხვევაში სახელმწიფო მსოფლიო ბანკთან ერთად ვიღებთ ვალდებულებას, რომ ასეთ მეწარმეს, რომელიც განახორციელებს ამ რეგიონში კონკრეტულ ინვესტიციას, მივიყვანოთ ყველა კომუნიკაცია. აი ღვინო, წვალი და გოლფის პროგრამის ეს ნაწილი არის. და გადავამზადებთ კაჭრეთის გადამზადების საიტზე გვაქვს ერთ-ერთი პოინტი გოლფის მოედნების განვითარების გარდასაჭერად. არის ეს კითხვა. პრემიერ-მინისტრმა კაჭრეთში სასტუმრო ამბასადორში მშენებარე გოლფის მოედანიც დაათვალიერა. ეს იქნება კავკასიის რეგიონში ერთადერთი მოედანი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს. კაჭრეთში გოლფის სათამაშოდ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვლენ. 36 ჰექტარზე გაშენებულ გოლფის მოედანს ეყოლება აბსოლუტურად ყველანაირი მომხმარებელი, ასე ვთქვათ. ეს იქნება როგორც ეკონომ კლასი, ასე ვთქვათ, დავარქვათ, ასევე family კლასი, ანუ ოჯახთან ერთად შეგიძლიათ ესწრონ და ასე ვთქვათ, ბიზნეს კლასი, რომელიც არის VIP მომსახურება, ასე ვთქვათ. მსგავსი სახის პროექტი კახეთის შემდეგ პრემიერ-მინისტრის განცხადებით იმერეთშიც განხორციელდება.